საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს გაშლა გვექნება ქალბატონებო თქვენზე, თქვენი სახელი და ვნახოთ რა გელოდებათ მომავალში. ჩემო კარგო, მზად იყავი ვიღაცა ახალგაზრდა ცოლიანი ბიჭის მაგიდა გელოდება. ახალგაზრდა ბიჭი გიჩანს კიდე. ჩქარი სისტრაფით რაღაცა წარმატებით ამოგივიდა. აქ რა მოგდის კიდე? შენ თვითონ რაღაცა დარდით და განცდებით დგეხარ. ვიღაცა ახალგაზრდა გოგო ცოტა გაბრაზებული ან დიდი ჯავრით გიდგას. უცოლშვილო ბიჭიდან რაღაცა დიდი ინტერესებით და სახლის ჭერით ამოგივიდა ეს პიროვნება. შენ მოულოდნელად რაღაცა პატარა დიდ სიხარულით გელოდება, ჩემო კარგო. ნახოთ, გავაგრძელოთ, იქამდე ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ. შორი გზიდან, ჩემო კარგო, რაღაცა ახალი ამბავი ან საბუთი გიჩანს. მაგიდა კი გიჩანს, მაგრამ სულ დარდით და ნერვიულობით თითქოს განცდებით ამოდიხარ. ამ დღეებში რა დაგამშვიდებს, მოკლე გზით ვიღაცა ახალგაზრდა ბავშვი ბიჭი გიჩანს აუცილებლად. ამით აქ დამშვიდება. ნახოთ კიდე. შენ ჯერჯერობით, ჩემო კარგო, შენ სურვილებში დგეხარ პუსტად. მაგრამ ამ შენ გაპუსტავების საქმის თაობაზე აუცილებლად ან ტელეფონი, ან საქმიანი ლაპარაკი გიჩანს. რაღაცა საქმე გინდა რომ გადაწყვიტო, გააკეთო, მაგრამ ცოტა ხან იწელება შენი საქმე, იმიტომ რომ შეიძლება მოსაგვარებელი საქმე კიდე შეგექმნას. აქ ამოგივიდა უცოლშვილო ახალგაზრდა ბიჭი, რაღაცაზე გაბრაზებული ან ხმამაღალი ლაპარაკი გელოდებათ. ამოგივიდა კიდე ქვრივი ქალი, ან შეიძლება შავგრემანი ქალბატონი იყოს, ახალი ამბით და რაღაცა დიდი სურვილის შესრულებით გიჩანს. შენ დიდი წარმატება გელოდება ფულში, რაღაცა დიდი კრუპნი ფული მოგივა აუცილებლად. ძვირფასო მეგობრებო, თუ პირადი კონსულტაცია გსურთ, შეგიძლიათ მომართოთ 557 64 38 91. ფასდაკლებები ისევ მიმდინარეობს. აი შენი სურვილებში, ჩემო კარგო, ჯერჯერობით სერიოზული შეფერხებები გიჩანს. იწელება შენი სურვილები. ახლო მომავალში აი საცა უკვე საქმეს უნდა მიადგე და დაადგე, მაგრამ უცბად ისევ იჭედები. ეს პერიოდი რაღაცა სიხარულები გიჩანს კი. სახლის ჭერზე იყავი ძალიან ფრთხილად. სერიოზული სანერვიულო შეგხვდება და შეიძლება ადგილის ცვლილება ან რაღაცის შეცვლა მოგიწიოს. დიდი თანხა ჩაგივარდება ხელში, მაგრამ როგორც გითხარი, შენი სურვილები ჯერჯერობით დარჩია და სხვათა შორის ჯერ გრძელდება, ან მოსაგვარებელი საქმე ისევ გიჩანს. იჭედები რაღაც საქმეში და ფრთხილად იყავი. ახლა დროებით გემშვიდობებით.